ეს ვთამაშებთ Rogue Gardens, დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია, ძალიან თან. მე მგონი 1 წელია. ძალიან დიდი ბოდიშით, იმიტომ რომ ეს ძალიან იმაშობდი რა. და ვაფშე არაფერი არ ხდებოდა ჩემი არხზე და არავის არ მოწონდა ჩემი ვიდეოები და ამიტომ ამიტომ დავანები ცოტა ხანი. იმედია ეს ვიდეო მოგეწონებათ. და იმეა, ხო. დღეს ვთამაშობთ Rogue Garden 2-ს, ახალი გამოსული თამაშია. Rogue Garden ბევრმა იცის, მაგრამ Rogue Garden 2 შეიძლება არ იცოდეთ. ეს არის ჩემი გარდენი, ეს არის მესამე ყველაზე დიდი ფლენტი მე მგონი თამაში. ღამე არის, სიდებსაც გაჩვენე. ხოდა დღეს ვისაუბრებ როგორ ავიღოთ ბევრი ფული წამებში და ასე შემდეგ. მაგალითად, გიერებს, ბევრი ადამიანი გიერებს არ მოწმობს, რა. ზოგიერთი ზეხება ფული არ ყოფნისო, მაგრამ გიერები არის ყველაზე მთავარი რაღაცა. ამ სპრინკლერები და მოთერინქენებით ძალიან ბევრს შეძლებს. მაგალითად, ხა მოდი სიდებით შევამოწმოთ და დავიწყოთ. სტარტერებისთვის მე გირჩევდით ბამბუს. იმიტომ რომ ბამბუ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია რომ აიღო ბევრი ფული რა. და მაგას როცა მორჩებით, მერე მაშრუმებზე გადადით, მაშრუმები ღირს 15000 ფული და ბამბუები ღირს 700, როგორც ნახეთ. ხო და ესე ვიღებ 5 მილიონი, 6 მილიონი მქონდა რომ დავხარჯე. ხო. ეს ცოტა ნერვებს მიშლის ხოლმე. იმიტომ რომ 100 როცა შეიგილია და არაფერს აღება არ შეიგილია მაგიდან. და ხო, კიდევ არის ივენტები, სადაც gold seed-ებს და ასეთ რაღაცებს იღებ. ეს მაგიდან დაუთრია ან მეებზე თუ ვიდახით. და მე მაქვს ერთ-ერთი ყველაზე კაი ფრუტი, მითიკი, პომაგრანტი. და ხო, კიდე ფეთებზეც ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ არა. ეხლა ნახეთ. აიღებთ ბამბუს, სპრინკლერებს, დასაწყის სპრინკლერებს, common sprinklers, uncommon sprinklers და rare sprinklers. თუ rare არ გაქვთ, არა უშავს მარტო ამოსდით იყოს. და რავი, ამასაც ავიღებ კაც. რო განახოთ, როგორია, ფენქენები ბევრი არ მაქვს. ხო. და ეხლა private server-ზე ვარ და მე გირჩევდით რომ private server-ი შექმნათ. მაგრამ ეს gold seed ივენტები არ მოშავს private server-ებზე, ამიტომ თუ gold seed ან rainbow seed-ის ეს ივენტი დაიწყო, მაშინ მე გირჩევდით რომ შესულიყავით public-ში. ან სხვა account-ით შეხვიდეთ public-ში და მაქედან გადმოიტანოთ რა. იმიტომ რომ მაგაში ცოტა developer რაღაცები რო გიქნებათ, აიღებთ ამ seed-ებს, მაგალითად, აქ არის rainbow seed-ი, ეხლა რო public-ზე ვიყო, შეიძლება რაღაცები მომპარო, სანამ მე ამას ავიღებ. ამიტომ მე ალს გირჩევდით რომ ალტით გეკრათ. კიდევ არის ერთი მეთოდი. შენ main-ზე იყიდი რა seed-ი და მაგალითად მოდი იყოს კაქტუსი. კაქტუსი ან pineapple მოდი. აქ ხო არის ერთი pineapple. ამას იყიდი და მერე შენ ალტზე გადახვალ და ალტიდან კიდე ერთს იყიდი და მერე აქ mailbox-ი რო არის. აქ mailbox-ი რო არის. აქედან შენ სახელს ჩაწერ, ჩემ თავს ჩავწერ ახლა უყურეთ. შედი. და აგერ ამოაგდებს ჩემ თავს. და ამას შემიძლია მივცე, რავი, ეს pineapple მაგალითად. და ეს ჩემი თავი მივცე. ხო, ესე არის და კიდე ახლა გაჩვენებ sprinkler metals. დადებთ ერთ სალამას.
მოდი ჯერ გოლდოსტი დავდოთ. და ეხლა ბამბუები უნდა დააწვდეთ და მე მიუტეიშენებს უნდა დაელევოთ. მარტო ერთი მიუტეიშენის აღება შეგვიძლია შენი. მარტო ერთი მიუტეიშენის აღება შეგვიძლია ფლანკზე. ეგ არის ძალიან გებულობა, მაგრამ მოდი ამოხადოთ ხელი. ანტიკოს როგორ არის რამდენი ბამბუ ძალიან იშვიათია რა. ოქი იყოს ამიტომ დიდი აღება შეგვიძლია. და მე რა ვიცი ბამბუს ვიცოდი რა ვიცი ხა 5 მილიონი მოხდა 5 მილიონი მარტო ბამბუებით და მასშტაბით არის სპორტით. სპორტით ის არის ყველაზე კარი 25 გადლებს და რეინბოუ გადლებს 10 და გოლდი 10. აგერ მაგრამ ვიდეო პროგრამები და გაფრთხილებს რა ვიცი. დიახ, თავით ისინი მეთოდებია მასშტაბები ხარ მასშტაბი აუზზე გასულ მასშტაბი როგორია მასშტაბი შეიძლება დააგებს ბამბუზე მაგრამ მასშტაბი უცნაური შესაძლოა ახლა მაგალითად შეიძლება მასშტაბი იყოს ორი წავიდეთ არ არის მაგრამ როცა არის ძალიან კაია ახლა ამ ყველაფერს ვიმიწევ ამ ეს ყველაფერი იმისთვის ავაგროვებ ვიდეოსთვის ძალიან ხანია ავაგროვებ რაღაც 3 დღეა და მოდი ვიდეოს არის მოიწევ მაგრამ თურეს მოიწევ დაახლოებით შედია რომ არ დაელევოთ ეს ვიდეო გამომხდარი და კომენტარი ეს ვიდეო შეიძლება აგერები ეს ქოკონატ ამ ქოკონატის შიგნით დაკლადეთ ხოლმე ფლანკები იმიტომ რომ ეს ავტომატურად ამ ფლანკებს დაეცე და ანუ ფლანკების შიგნით დადეს ფლანკები იმიტომ რომ მე მიუტეიშენები შეგიძლიათ ბევრი უბრალოდ ახლა დაეცე ფლანკები ნახევარ მინუტინა ელექტრი შეგვიძლია ამიტომ ესეთი შეიძლება 280 კილომეტრში გადავდეს ბამბუ ეს უბრალოდ გასაგებ ახლა შეიძლება გადავაღალინო ამირო ხარჯი და შეიძლება პრობლემები გავხსნათ სამყარო რაღაცამიგი მაგრამ Κατσίνε έχει μπαμπούρα με εδώ. მაგალითად მოდი ეს ფაინაპული ძალიან კაია. ანუ ონესი. აი რა უბრალოდ მივაყავოთ ეს ფაინაპული. და ესეთი რეინი რომ მოხდება უფრო სწრაფად იმაშია, ეს უეცაშება ხა. ნოიტო. ეს პროგრამებია. ეს ტულიპები ყველაზე კაი ესაა. მაინც ახლა ტულიპების აღრევით ნახეთ.
აქ არის ამდენი სიდიდე ეს ფეროთები ვიწყებ ფეროთები უბრალოდ იყიდეთ ეს სტრაუბერი და ბლუბერი არ იყიდეთ ეგრევე თულებზე გადავიდეთ როცა თული არ გაგროვდეთ თულებისთვის იმიტომ ცოტა დიდი რო გაგეზარდეს რო იყოს ესეც კაი ეს გაძლევს სადღაც ხა გაჩვენეთ აი აქ ცოტათი ავიზარდეთ მაგალითად ეს ავიღე 1 კილოგრამი და იყიდება ნახეთ 340 მაქსიმუმ შეგიძლიათ რავი ეს თომეიტო იყიდოთ მაგრამ თომეიტოს არ გიჩვენებთ ეგრევე ბამბუსის აგროვეთ მე და ბამბუდან ეგრევე ამას აგროვეთ და მე ანუ მაშრუმის წინაც არის ეგენი იყიდეთ შეუძლებლად ბანანაც ისე ძალიან კაია რა მანგოც ძალიან კაია დრაგონ ფრუტიც ძალიან კაია და რავი ჩემი საყვარელი მაინც აქ ხონია იმიტომ რომ აი ეს ჩვეულებრივი გაძლევს ერთ კას არც შეშვა არ დაუდო არაფერი და თუ დიდი გაგეზარდა საერთოდ ძალიან კაია ხო ეს დრაგონ ფრუტი ძალიან კაია ძალიან ხარშენგის იცავს და თან არჩევებს და ეს მუნდლუმი ძალიან კაია მაგრამ ეს ორი ცოტა ხანი ანუ თქვენ არ უნდა გაინტერესებდეთ იმიტომ რომ არ არის მასეთ კაი ეს უბრალოდ ფლებს სადადებ ან ეს რეინბოუს შეიძლება ისეთი რულიანი იყო ესეთი რაღაცა დააგრო ან ვაფშე დრაგონ ბრესის დააგრო ამიტომ მაგიტო გიჩვენებთ რომ ეს ისინი კონფუტა აი მაშინ რაღაცა მაშინ შეიძლება ახლა შეიძლება რა მიიღოს ეს შეიძლება ვაიმე მეგონაში ხო ანუ აი შემოხდა ეს სუპერ სპრინკლერი და ეს ლეგენდარი სპრინკლერი ვაფშე აქტივდება რა შეიძლება როცა ძალიან კარგი გახდებით მაშინ ეს ლეგენდარი და ის მოაიღოთ ძალიან კარგი იმასაა ანუ ნუ არ აგროვოთ ამ სუპერ სპრინკლერისთვის ან იმისთვის მეც მაგას ვიმაგისტრებოდი მაგრამ მე მივხვდი რომ აზრია რა თან უბრალოდ ძალიან მალე გამოგელევა 5 წუთი ძლივს აქვს ნორმალი და ხო ესეთი რაღაცა არის და მაგას მე არ გიჩვენებთ ახლა გაკეთებთ ნახეთ ეს 파인애플ის მეთოდი 파인애플ის ამიტომ ეს 파인애플ის იმიტომ იყენებენ რომ უფრო დიდ ფრუნტებს იღებენ მაგალითად ნახეთ 22 კილოგრამიანი ძალიან კაი და მაშრუმების ესე არის და მაგიტო უბრალოდ მაშრუმს და აი ეს პასკაძილებს ძალიან კაი მეთოდებია თუ მიუთეიშნიც აიღეთ ამაზე ძალიან კაია და ეხლა გაჩვენებთ აი ამას აი შეგოიდოთ ცალკე ეს მაშრუმების სამი მაშრუმი ხო არა უშო ნუ რაღაც არის ნახეთ ახლა გადაგიჭირდება ძალიან დიდები რომ გაგეზარდოს ძალიან ზღლიანი ხარ სულ ანუ მაქსიმუმ ამას აქვს რაღაც 100 კილოგრამი შეიძლება ოთერიდან დავახმარებინო ეხა უყურეთ ყველა შევიდა და ხო კიდე ერთი რაღაცა მომხდა როცა იმასებით სენდვიჩებს არ დააჭიროთ ეგრევე შეძლებთ ბერგენში და ეს ფული გადაიხადეთ ეხა უყურეთ უფრო მეტ ფულს ხოცავს ან შეიძლება ძალიან იღვლიანი იყოს და ძალიან ცოტა მოგცეთ ამას არ დაელოდოთ ხოლმე იმიტომ რომ არ ვიცი ჩემთან ქრება თქვენთან შეიძლება არ გაქრეს მაგრამ ხო ეხა ეს არის შეიძლება ეს ლეგენდარი დინი მოხდეს შეიძლება 10,000 მომდინარეობს შეულებრივად და ლეგენდარი დინი შეიძლება 100,000 მომდინარეობს და 1 მილიონი შეიძლება მომდინარეობს ამიტომ მე ბერგენის გიწევთ ყველაფერს დააკეთეთ ცოტა გემბლინგი არის მაგრამ სულ არაფერს ჯობია ხო დღეისათვის სულ ეს იყო და იმინია მოგეწონათ ეს ვიდეო და ასეთ ვიდეოებს დავდებ ხოლმე ამიტომ ნახვამდის